Beboy. Giden. Leonas Rey. Giden çıkre. Bu da komşuyla diyoruz. Kovacı miktiğini de tuğçu. O çok şokoyu var da jirsunlar inkumo. Gidin mi? Suare ki. Bakura yarda doğru. მოვიყვანე ხალხი დღეს და ნახოთ აბა რას გვექვია მოусმენენ და შედიდე მოკლედ 10 საათზე უნდა ჩართულიყო, მაგრამ არ არის შეჯერებით ჩართული. დავენოდოთ. სამე რომელია? მე მეოთხე ვარ, თქვენ ხართ მესამე. მესამე კი, მესამე. მესამე გადის უკვე. მეოთხე ვართ ჩვენ. ძალიან კაია, მაგიტომაც არის რომ უყვართ. გიორგიზე ვამბობ. მოკლედ. მოვედით ეხლა ჩვენ და თან მოგიყვებით თუ რა ხდებოდა. თუ რაზე ვარ უკმაყოფილო, ხა კი იტყვით, შენ სულ რაღაცაზე ხარ უკმაყოფილო, მაგრამ არ ვარ, თუ რამეზე ისე ვარ უკმაყოფილო, მითხარით მე ხა რასაც მოგიყვებ. ეს ვარ და თუ არ ვარ? არა, δεν ვარ დინაზე. ოი დედიკო, მოკლედ, მუხა მოვამ. ვაგიდებ ხა ყველა. ხეს და წაგვიყვანს, წავალ. ეს იმან განაპირობა რომ სადაც ვიყავით ექიმა ვინც ნახა მოკლედ მანერგო ექიმმა ნახა წალენჯიხიდან თუ ვინმე მიყურებს მანერგო ექიმმა ნახა ბავშვი და ამიტომ იმან თქვა რომ ფილტვების ანთება აქო და გირჩევო რომ დააწვინო მაგრამ მე ადას გეგას კი ლიკა ადას მიხედავდა მაგრამ გეგა ძალიან მეწოდება უჩემოდ რაღაცნაირად ამიტომ თან იმდენ წამლებს ვასმევ გეგას დედიკო თუ აიჩამ ხო საერთოდ მოგჭამარ ოჭკუმაი ვარ წამაი ხო ესენი ყველაფერი თავის დროზე რო არ მივცე რო რამე ეს არ მინდა ამდენი დავიხარჯე არც ერთი არ იზღვეოდა ამიტომ მინდა რომ ის წამლები როგორც საჭიროა ისე მოვახმარო ამიტომ უარი ვთქვი დაწვაზე, მაგრამ რატო? კიდე, აგერ ლიკაც იყო ჩემთან, მუხაზე მქონდა დარეკილი და არ გამომირთავს ტელეფონი, ჩვეულებრივად ისმენდა მუხანი ექიმის ნათქვამს. ანუ რენტგენის ფულიო გადასახდელი გექნებაო, ანალიზებისო და ასე შემდეგ და მე ვუთხარი რომ ოჯახის ექიმი იმიტომ არის, რომ მომართვა მომცეს მეთქი მაგ ყველაფერზე იმიტომ რომ სადაც მივდივართ ზუგდიდშიც და სენაკში ასე ხდება ოჯახის ექიმთან მივდივართ მაძლევენ მომართვებს ნებისმიერ რაღაცაზე აბა რა თქმა ეს დაზღვევა ხო და ესე ხდება მეთქი ჩვენთან და აქ სხვა წესები გაქვთ თქო ექიმს უთხარი ესე უნდა იყოს მეთქი მეორე ოჯახის ექიმი არ იყო სადღაც 11 ეხაც არ ვიცი მოსული იყო თუ არა 11 საათისთვის არ მგონია რომ ყოფილიყო მოსული და ესეც გამიკვირდა რომ აგერ სენაკში რომ ვართ ჩვენ და დავდივართ გინც ზუგდიდშიც რომ დავდიოდით ყოველ დილით
10 საათზე ოჯახის ექიმი, რა ვიცი, მე მგონი სამსახურში უნდა იყოს. თუ ტყუილს და რამე უსწოროს ვამბობ, შეგიძლიათ დამიწეროთ, გამანძღეთ, მითხარით საყვედურსაც მივიღეთ, თუ არასწორი ვარ, გოდიშსაც მოვიხდე. მაგრამ ასე უნდა იყოს. ყველგან მე ხა ბევრ ადგილებში არ დავდივარ, მაგრამ იქ რო ვიყავით ქუთაისში, ზუგდიდში და სენაკში ასე ხდება. ამიტომ ეს ვუთხარი, რატომ უნდა გადავიხადო მეთქი რამისთვის? თან დაწოლისთვისაც მითხრეს თუ დაწვევიო 3 დღე იქნება თუ 5 დღეო 250 ლარი მითხრეს ესე მოჭრილად პირდაპირ რომ ამის გადახდა მოგიწევსო, მაგრამ მე შენი დაზღვევაო და გიფინანსებსო, როდესაც ის ოჯახის ექიმი რაღაცებს მომცემს, მოკლედ ეს გაგვიკეთებია იქაც სენაკში რო ვიწექით ბავშვთაში, ჩვეულებრივად მე დაგვიბრუნეს მაგ თანხა, ეგ ვიცი, მაგრამ ესე მოჭრით 250 ლარი არსად არ ყოფილა. კარგი თანხაა, ნუ თანხასთან დაკავშირებით არ ვამბობ რომ ცუდი თანხაა, იმიტომ რომ ერთი დღე ვიწექით მე და ადა გინდ მე და გეგა და გითხარით რომ 150 ლარი დაიჭირეს. რა. კი, ეს უნდა მოგისხა. ხო და ასე რომ მოკლედ იმ ექიმის უკმაყოფილება მანერგო ექიმის, იმიტომ რომ ლიგას ყოველთვის, ანუ მე აქ რო ვიყავი ანა მარია პატარა რო და გათხოვილი რო არ ვიყავი, ჩვეულებრივად იქ მიყავდა ყველას და აქაც ანა რო არის ჩემი მეგობარი გოგო, იმასაც იქ თავისთან სახლში თორე საათში არა. თან უნახო იცი ხა თბილისში წაევა, სულ ამასთან დaqავს ამას. ხო, კარგი ექიმი არის, მოკლედ ამასთან დაკავშირებით არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ აი ის რომ 11 საათამდე როგორ არ უნდა იყოს. ანუ თან იმას გეუბნები, ანუ რამოდენიმე დღით ადრეც შეგიძლია რომ გამოიწერო ეს მომართვებიო და რატო? სამსახური იმისთვის არის რომ დროულად გამოცხადდეთ სამსახურში. ასეა ჩემთვის. ყოველთვის ადრე მივდიოდი მე მაგალითად იქ სადაც მუშაობდი, კი ექიმი არა და რაღაცა არა. და 9 საათით ასე მაინც მივდიოდი და სხვადასხვა 1 საათით და 2 საათით გვიანად ბრუნდებოდი სახლში. ვიდა ყავა ეს გაკ მეტი არ გაქვს? კი, ხო, იქ იყო რაღაც კალათა. მაგრამ პრეტენზიების არ იყო, იქ სამადლობელი იყო, სამოვადუღო? დედიკოსო. და მინდა ყავა. არა. ხოდა აბარამდე იქნება. მე იცით აფერის და შემიძლო. ბევრი გავუკეთე. მოკლედ რო არ ხარ შემიძლია და რა ვქნა? რაც სიმართლე იმას ვამბობ. მუხრანის ესმოდა თავისი ყურით. და მაგიტო იყო რომ გაბრაზა რეებს გელაპარაკებაო, კიდე რაღაცა, მაგრამ უბრალოდ ეგ არ თქვა მითხრა იმ ექიმმა და პატივსცემ რა, მაგიტო არ ვამბობ. ვითომ კაი საქმეს მიკეთებდა და მაგიტო არ ვიტყვი ახლა მსგავს სიტუაციებში შევდივარ და მესმის, კარგი. ამიტომ არ ვიტყვი. მაგრამ საჭმელი აქვს, სამჯერადი კვება აქვს აქ. მაგრამ ხო გახსოვთ, ჩვენ ვიწექით იქ 5 დღე და ჩემ ბავშვები მაინც არაფერს არ ჭამდნენ იქ. თან ისედაც იცით, ამათი გემოვნების ამბავი. ხან რა უნდა, ხან რა. ვერ გაიგებ. ხო და თან ადას მეყვანაც მინდა მე მაინც ადაც შიგადაშიგრო ახველებს მინდა რომ მივიყვანო და პრობლემად მე ვფიქრობ მაინც რომ ეგ ჩვენ იქ რომ გავხდით ცუდად ბოლომდე მორჩენილი არისო მეთქი ალბათ ბავშვი და მე ეს დინარეზეც რომ ჩვეულებრივად იბანავა და ასე შემდეგ ეს არ არის ჩართული, არა არის ჩართული. ხო და მოკლედ ესეთი რაღაცები ხდებოდა. ეგ არის. ხვალ მივიყვან ადასაც და იმას. ლიგა პატარა ჭიქები ვერ ვიპოვე, ყავის იქეთ გარ? ასე ჩამოდის. მაგდაი. ჩემი დოზა. ხო და თან ბევრი ჩავასწრე, მაინც ყავაც ბევრი მომივიდა, მაგრამ მაინც კაი. მუს. ვა, თენქ მაია.
რაღაცა უნდა გააკეთოს მამაჩემ მაგრამ დიდხანს უნდა ანდა ჩართოს მე რას მიშლის ის კაცო ჩართოს ასაკეთებს მამაჩემი აი საგაჩვენოთ ანუ გამოცვალეთ ხო იცით მაშინ იყიდა ლიკა ხო იმას აკეთებს და დიდი ამბავი იყა თუ გამოვაჩინე აი ამას აკეთებს სპაინაუზერია ჩინე ხო ისე მამაჩემი და ჩამოიგება ხელოსანია მე იქ Facebook-ზეც და ყველგან მithქვია რომ ის მეთქი რა ქვია ხელოსებს რო აგინებენ რატომ თქო იტყვებიანო და მამაჩემი და ბიძაჩემი არა გიუი ობრუნდიდან ვინი თყვება გოგო მე ბაბანო ხურე ეს ბიძაჩემია ცები არავის არ ყავს გენაცვა ამის გამო უბაშები თუდა გესმის გოგო მე რომ ამთილი ფასეთი არავის არ ყავს ხო მე რომ მეტყვი ასე მაგურა ვარწო საკუთო აუწევ და მას რა გინდა ხმა გამას მეტი რა გინდა იული ხმა აუწენე მე ამდილი დავაყენე ამის კარი სად დაკლიკა ხო აი ეს აი ეს აქ ფორმები აქ რაღაც აქ რომ გვაქვს ძველებური კარი ის იყო ეს და იქით კიდე აქ მეორე ნაყიდი იქითა და იმას მე გამოვცემ შუაში ზემოთ მეტი ყველა ახალია ყველაფერი აი ესიც ამისიც აქვს ნაყიდი უკვე ეხა მაგრამ მე ტვერიაო შიგნით და თან მუშაობენ მამაჩემი და ბიძაჩემი ხელოსნები არიან ხო გითხარით ისედაც მომყოლია და მუშაობენ და რომ მოდიან ხან თხილნარში მოსათები ხანის მოგები არისვენებენ და მაგიტომაც არის რომ შერჩათ და შერჩათ გონია დოხტა ამის ხმა ხო იყო ეს ამის ხმა ხო იყო კი ხოღორია ცეგულები ხაუცა ამას არა აკლოღონ პენა კაფი ჰა? კაცი საიდანღაც ისხმევა და აჰა ხო კიდე ის ხმანინდა კი ვაჩვენე ბერიტა კოდესის მინდა გოტოსტიდან მომატება აკობდა გიგა და არ ვიცი და გეგაკიდე აი მაგალითად გიო ჩემთან რო წავა სახში იქით გიორგი აქეთ რომ ვაყოლე რომ მომატებული ხარ აგარ გახა ვიგა მოდი და მე არ გავთიში რამდენი გავახსენეთ კი და მაინც არ არის მოკლედ კიდევ რაღაცის ხმანდა და ხო მადლობის თქმა უნდა და ძალიან კაია საუბარია ახლა მაგასი არ ჩანს მე იქ კარგად მოკლედ სიმფასებო წუხენ ხმას ჩაუწიე და მაგ ტელეფონის წუხელ ნანუკას რო ახსენებდი მე გუშინდილის ვიდეოში ნანუკას დედიკომ ჩამირიცხა 200 ლარი კეთი ძალიან დიდი მადლობა კეთი მე რამე გადის გულიძები შეიძლება მაგ აღებინა გოდებს გიორგი მაც დედო აგარდადეს რა უღრმესი მადლობა კეთის და ნანუკას ორივეს ძალიან დიდი მადლობა ღმერთმა სიკეთით მილიონჯერ დაგიბრუნოს უკან და მეც შემაძლებინოს რომ რამე კარგი გაგიკეთოთ
ნებისმიერს არა აქვს მნიშვნელობა თითოეულ თქვენგანს ღმერთმა მომცეს მართლა შესაძლებლობა რომ მეც შემეძლოს მსგავსი სიკეთეები გავუკეთო ადამიანებს აი ვერ წარმოიდგენ ნანუკას კი მივწერე და ვეუბნებოდი გუშინ მაგრამ აი ვერ წარმოიდგენ კი არ მithვია და ვერც იტყვი იმიტომ რომ ჩემი თითოეული რაღაცნაირი სიტყვა კარგიც რომ იყოს ყოველთვის ეძებენ რომ რაღაცა ყველაფერი ცუდად მომიტრიალონდა იყო ხა ისეთი მომენტები რა როგორ გითხრათ ხო და ძალიან რომ ჭირდებოდა და ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მაინც და მაინც ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ხეგრძელობა მოგცით არ ვიცი მადლობა რომ გადაგიხაროთ ხოლმე მართლა ვერ ვამბობ იმას რასაც გულში იმიტომ რომ არც ისიც არ ვიცი იმასაც თუ როგორ გაიგებენ თქო და ესეც გითხარით თუ კომპლექსები საიდან გამიჩნდა აქეთ მოდი აქეთ იქ არ ჩანხარ არედევ ამ პატარა კამერაში 100 ადამიანი ხო კიდე ვიღაცამ და მეწერა ეს კამერაო აი მან გუში რომ დავბლოკე მე მგონი თუ სხვა მდიდე შორს ადევიო შორს ადავდო მოგესალმებით ჩემო კარგებო როგორ ახართ ხო ხარ პერანი ძალიან კარგად მე დღეს ცოტა ეხა ცუდ ხასიათს გორდე მარინა და თუ სამჯერ გზაში კიდე ძალიან არ მინდოდა წავიყვანე და სულ არ წამეყვანა წავიყვანოთ ერთი ძალიან ჯიხაში და სამწუხაროდ ესე მოხდა მე ბავშვებს სადაც დავიტოვებდი სინამდვილეში მაგრამ ცოტა გეგასინეშინი ნახეთ რა შეასაკრე სულ ყოველთვის მინდა მე მაგალითად რო რამე უცებ მიმყავს ხოლმე და ესეც მე და მუხარავ ჩხუბობთ იმიტომ რომ ამათ არ უყვართ ექიმი რაიმე ძველებურიო ესო ისო სულ მუხრანისთან მაგხავ ხო ამ შემთხვევაში ჩხუბი კი ძველებურიც რა ვიცი ჩვენც ვიწექით რამოდენიმე დღე მაგრამ ვიწექით ლოგინიდან არ გვაყენებდნენ მაშინ რატომ ეხა ძველად ესა ისაა ეხა ვერ რა დავაკეთო რამე ატოვდა რაკლია ღმერთო ჩემო რაკლია საჭმელი ჩაი თავის დროზე მაინც თბილი გინდა ხამი მაინც დილი რაც მოკლედ არაფერი ჭამაზე ხო საერთოდ წყალს დაიშვა წყალს რა დააბრავო წყალში რამდენი ხანი ესე მიიძენ იმდენი ხანი მიიძენ ჩემი შვილები უფრო მეტი ხანი დრო კიდე იჯდნენ რამდენი ხანი მაგრამ რა ვიცი წყალში მე იმას ვამბობ რომ იქედან ხო მოყოლებული ჩვენ მერე უცებ წამოვედით კონტროლზე არ მისულავ და რაღაცა შემორჩათ და მერე კი ესენი ახლა ამდენი ხნით არ იყვნენ წყალში და დაემატა ცოტა იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ეხლა წარმოვიდგინე 3 საათი იყვნენ მაინც კი არა მოდი ბოლო დღეები იყო რა თქვა გოდე მერე გეგა არ ჩადიოდა ეს ხარ არის მაგრამ მადლობა ღმერთს რომ ეს წყალობით რა ვიცი ჩვენს ხედავთ მე მიჭირს უფრო ისი არ არის მეგობრებო მაგრამ სხვა მათო რაღაც კეთათო ათი თუ იქნებიო მე მიდის ხოდა არა უშავსეთ არა მოკლედ ეხლაც დაწოლა რომ მითხეს მეგოდეს ჯერ არ ვეტყვი ხომ რომ მივალ გვანცა ექიმს თვითონ რაც მეტყვი იმას შევხედა და მე ვეტყვი მაგრამ მიჩენია იქ ახე მუხას სამსახური და ვერ გამოუშვებენ ეხლა მე ვთხოვე მაგალითად შეიძლება მეთქი რომ ხვალისთვის ითხოვე და გამოგიშან არა და მე რო არ მინდა იმიტომ არა უბრალოდ ეხლა არ შეიძლება ისეთი მოკლედ ალბათ აქვთ ეგეთი საქმეები და მაგიტო მე კიდე ერთი ბავშვი რო დავაწვინო სხვები რა გავაკეთო საწავლიყვანი აქედან გამომდინარე გვანცა ექიმი იმედი ანტიბიოტიკებს ან რაც აუცილებელია ხა კი მეტყვი ყოველთვის ანტიბიოტიკები გაწერიაო და კი მითხრა იმ ექიმმა ეს თუ ვირუსი არისო ანტიბიოტიკები მაინც რა შველისო არ ვიცი აბა მეტი რა უნდა გაეკეთებინათ ვიწექით ჩვენ აი რამდენჯერ ქონია რომ საავადმყოფოში ვიწექით მარტო გადასხმა იოდინოლს აწვეთებდე ანტიბიოტიკს აძლევდნენ და ინგალაცია всё ეგ იყო ეგ მეცმა მეტი არაფერი ძლიერი
კარგი, რომელიც საჭიროა ეგეთი ის რომ მქონდეს, ახლა მე უთხარი იმ ქალს, შენ არ შეგიძლია მეთქი, რომ მაგალითად დამიწერო დანიშნულება. ესო მეტი დაგიჯდებაო, ანუ დაწოლაზე მეტი დაგიჯდებაო, წამლები და რაღაცები გიქნებაო საყიდელიო, მაგრამ იმ წამლებსაც მიზღვევდა. დაზღვევა თუ რამე იზღვეოდა. მოკლედ, ყველაფერი აი ფულიო და ფულიო. ვერ გაიგებ. თუმცა ვიღაც ამბობდა იქ. არიან რომ აწყობთ რა დაწოლა. მარშრუტკაში ახლა რომ მოდიოდით, ან იცილი გაიცნობს. ხო და რატო აწყობთ და როგორ რისთვის რანაირად არ ვიცი, მაგრამ არ არის ხო, რა ვიცი, ღმერთორეები ხდება ქვეყნად. ხო კიდე რიგითობაც კი გვიან დაიწყო, კარგი მაგაზე არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ხალხი ვერასოდეს ვერ ისწავლით მეთქი ჭკუას და ზრდილობას არ გვექნება მეთქი ალბათ საერთოდ, იმიტომ რომ შენს წინ იყო მეოთხე ვიყავი მე. ჩემ ხო იყო 3 ადამიანი. ისინი სადღაც 2 თუ 3 ადამიანის მერე გაატარეს. მანამდე სხვები იყვნენ. კიდე თან ჩვევად რა აქვს. იმას კი არ უყურებენ ვის რა უჭირავს ან რა ნომერი, იმიტომ რომ ზოგს ხელში აქვს და რაღაც არც იმებს რო არის ჩართული და რიგითობაზე რო იწერება. დგანენ იქ კი უთხრა იქ რეგისტრატორმა ერთმა ქალმა რომ ისო რა ქვია დავიხუტეო გეხვეწებითო ატყუილად გეხართო მაინც რიგის ნომერი აიღეთ და დაგველოდეთ იქეთ სადმეო. გინდა კიდე? არ გინდა მეტი? აგერა? ეს გადავნელე. და მოკლედ ესეთი ამბობიც. ჭამით, კარგად ჭამთ. რა ვიცი, ახლა რას მე ამას არაფერი მელონი ხელების ხელსი უთხარი, ანუ ჩემმა დედამ თუ რა მითხრა მაქვსო და ეს მიეციო, მაგრამ მე დღეში ერთხელ ვაძლევ და ის მაინც არ ეყოფოდაო ის დოზაო მითხრა და რა ვიცი, მეთქი ბავშვებისთვის 250 არის განკუთვნილი და დღეში ერთხელ ვაძლევდი მეთქი და არ ეყოფოდაო მითხრა. ანუ ყოველ ერთსა და იმავე დროს, ანუ დღეს თუ ვაძლევ 9-ის ნახევარზე, ხოლმე იგივე დროს ესე ვაძლევდი 4-დან. არ ეყოფოდაო და რა ვიცი. ლიკა, არ დალევ ყავას? მოკლედ ეს. განაწყვეტეთ წასვლა, მუხა მოვაწყავთ და განცა ექიმს დაურეკავ მე ვეტყვი როგორ ქონდა გოდეს დღეს მდგომარეობა როგორი იყო და თუ გადასხმა იქნება საჭირო და მითხრა იქ არიან ხამეც და მე უფრო მაწყობს დღეს საღამოსაც რომ მივალთ მაგის მერე მუხამ წაიყვანოს და გაუკეთოს გადასხმა. მე განცა ექიმი დაურეკავს იქ ექთანს და ეტყვის თუ რა უნდა გაუკეთო. გოდეს არის შინია ჩვეულებრივად იმას ისამს. თანაც მეტყინა უდიდიკო სუჩოდაო ამბობს ხოლმე და ვინ არა რა აღვერებენ დედო მიკადაშია ყავარის დანების კაი დედაისკული მოგიწევს დეზიკორდე ხო და ქეთიდან ანუ გამიცხეს და ბავშვებისთვისო საჩუქრადო 390 ჯონას მოუდანიაო 12 წელი. ეს გამოუწერია გუშინ კიდე ბევრი რაღაცეები. უზივარ ამ ტრენდულ საგზაო. კაცო იმათ რა უჭირთ ახლა დამენ სანათისთვის ანცალია. ხო ხედავ. სულ წამლები. აგერ თან გითხარით კიდევ რა. თან ის ისე თუ გავუწევთ არის მარტო ახლა. ეს შენთვის გამოგვიწევ, ეს ჩემთვის გამოგვიწევ. არ მინდა გაწევი. მე ნასვიჟან ეხლა ნახე ზუსტად და სანცალი არაფერს სანცალი. სანცაში მოიტანო წამლები. თავარია კარგად იყვნენ. თავარია სამაგიერო. ჩიქენი. რა არის ეს? რა გინდა? კიჭი გეტკინა? კაი არ ჭამ. კაი არა ვიცი. ში.
დედიკო ახალი კიჭები ამოგივიდა გოდეს კბილისის არ მომაქვს ხალხო და კი მითხრა იმ ექიმმა დღეს ხო 60 ლარად გამოუწერა მუხამ შარშა და იყენებს გოდი ყოველ დილით სკოლაში ისე არ წავა გიოს და ეხა მითხრა და ისე შემცვა გოდეზე რომ ისო კბილები უნდა გაიხეს ანამაროს ავიძებდა გიო ყოველთვის იყენებს ახლა ის არ მაგმეზე გამითავდა ყოველთვის დამალის არ ვიყიდო არა გოდერა კაი თავისი შევა გაიხეხა სკოლაში ისე არ წავა ეხა დამავიწყდა ჩემიც დამავიწყდა იმის კერა და მარტო ჩოთკი წამომიერია და მარტო ჩოთკი და სოდას გამოვიყენე და ეგა პასტა დამავიწყდა მარტო ჩოთკია რომ მუსიკები არ ჩამითო ვის აქ ტელეფონი მიდი და მამუდა ჩაუწიგე მიდი გარეთ გადით გოუთხარი ჩაუწია გარეთ ხოდა ბავშვებისთვის მინდა დაეყარა ეს გამოუწერ მეთქი კიდე გიოზე უთხარი გუში მამამის პირ და რეკ ადაზე ჩქება მეთქი ესე და ხუთი წლის ბავშვს ერევა ვითო მეთქი და ეს ძმა მივიდოდა და რა არის უხარია იმას რომ ვერევიო გეგასაც ბიჭო გეგა 6 წლის არის მეთქი 6 წლის ბავშვს თუ მოერია ხა გიხარ არა ისე უთხრა იმაზე იყო რომ ვეჩხუბე შენ პატარა რო ხარო გონია ყველაფრის უფლება გაქვს შენ მაულებისე ძალიან არ უყურებისე ძალიან კარგად წამოყრავს წამოყრავს ნახე იმიტომ უთხარი ისეთი მწარედ უკბინა ისეთი და მეც ხო გაჩვენეთ ხო აგე აი მე ვიცი იოდის ფრად მომჩნევია ეს ისე მწარედ მიკინა არ ვიცი ძულებში ხარ გაგდა მეთქი რა მეთქივა ეს მეთქიოდა ვერ ვაკეთებდი ვერ ვამოძრავდი იქბინება და ეს ის დალი ეგერ არის რა სუგაჭიკა გამოიტანა რა ადამიანებია და ეს აქ უნდა იდო სადა ეხა ჩაიჭება იდე ხედავთ ადასაც ხაჯანა მევა ცემა ხაჯანა მოდი რა ერთი მაგოც არა გოდესალებია აი რა მე მოგცე მოდი რა მიკვიე ადა ჭიქაიგე უყურე ადამიანები და ხედა ორა დალიე მეთქი შენ არა კრიადე ხამა დამისარება ია მიეცნე და იქით კიდე მეორე ბოთლი არ მიდადა ნიგიძა შორდი მე მაგინავეთი მომეწოდა მეთქი და პატარა გიგნო როგორ იმას იქ რაღაც ყვითლად რო აქვს იქ რაღაცა იყო დაწერილი და ნუ რეცხა მოძრა და სხვათა შორის ის პარადოქსი უნახი კიდე რამოდენიმე ბავშვს ისე აქვს უნდათ ვერაფრით ვერ მოგხიკე დღეზე იქთან ტელევიზიონით არა კაცო მოგწრენ ან დარეკავე ჯერ არ მო პირველად როცა იწერ მაშინ დრო უნდა ხო გითხა მამიდან გითხარი ორი კვირა ან ცოტა მეტი მაგრამ შეიძლება ორ კვირაში მომიგდეს ფენსალას ხელის მოვა ეხლა არ გავიკეთებ ერთად მეთქი მენ არასდროს დაბელის გამოაყოლე დაგიჭე და სამეჩქარი არასდროს ამისარი იქნება ზერდა მე გავუცი იმედია იქ არაფერი არ მეტყვის ისეთ ბავშვს ზაზრია რო დააწინო ამის მეტი არაფერი არ გავუკეთებიათ რო გეუბნები იოდინოლი ანტიბიოტიკი, გადასხმები და ინგალაცია, всё. ეს უკეთებდნენ ამას, მეტი არაფერი და რამდენი უნდა გადავიხადოთ, რომ ითხრან ეხა იქ 5 დღე მაინც დააწინეო ბავშვთაშიო. აზრი არ აქვს. იმიტომ რომ უნდა გადაიხადო. გაგობიობნე მე მინდა რომ წავიდო იქ თქვენთან სცენარში რომ ეხა აქ დატარეო რაღაცაო გოგო ახე მე რას გეუბნები რომ დავაწვინო ისე არ გამომიშვებელო ჯერ უნდა გადავიხადო რამდენი გადავიხადო ახაც ვამბობ ახაც ეგრეთ გასწორე ეხა იქ რა ვიცი ერთი ღამე რო დავჭი 140 და დარჩი და 5 ღამე კიდე ეს მიგიწერენი ვიყირავ იქით წავალო კიდევ ჩემს რამდენი მათანო რო არ ეცმოსო და რაღაცაო და პარასკევს წავალო თქვა და აქიდან აღარია მომიწვაწო ხელ მეუბნება დედიკო მართლა პარასკევს მიდიანო იქით გიორგი დედიკო მართლა პარასკევს მიდიანო ზო რაღაცა ბავშვები ეჭვებია რაღაცა ერთმანეთთან მაინც ერთმანეთი ისე უყვარ ეხა რომ მიდიან მეთქი რომ
არ შეიძლებოდა აქ რომ გემკურნალაო გიორგი გემკურნალაო რა ვიცი ექიმთან შიშით ვერ მისულხარ ადამიან მე სტომატოლოგისიც მეშინა მაგრამ საერთოდ არაფერი არ იყო საერთოდ ისეთი არაფერი არ იყო იმასთან მისასვლელი ვიყავით ერთი ჩვენ პლომბი გავუკეთა და ამოწვა და გოდერძი მითხეი ექსპიანი არის რომ მეტი რა გინდოდა ექსპიანი იქნებოდა ალბათ პლომბი 20 წელზე მეტია მუხრანის აქ გავუკეთა 60 ლარა და ამოვალ მაშინ ჩვენ რომ მიდიოდი 20 წელზე მეტია რაც მაქვს მუხრანი ჩვენ დასრულებული არ ქონდა გოდერძი კიდე იქ რო გაიგეთა ხო წავედით იმაში იანვარში ხო წავედით ივნისში ხო წავედით იმაში რა ქვია ბორჯო მაშინ გავაკეთა და მაშინ გამიკეთა წინა არის ძველი კლინიკა არის და შავდა ბაჩუკი ჯანჯღავას 10 აქ ძველი 10 იმასთან ერთად იყო რაღაც და სიორჭკო მუნქმადო ორჭკომ შეჭამო არა ხასა წავიდე ეს გამახსენდება გოგო სამოქი ჩასასმელი სამოქისაც არის აი მიესხამე გამომწე უჯრაში არ ქონდა საწაირები აი და შენ წამები არ დაგია ეხა დაგალევინებია დაჯიქი აქ ვინა შენი გოგო დიდასკო უბედესეთი ამბებით ეხას წავიდე გუშინდელი ვიდეო ცოტა საძრო ვიყავი ცოტა ისეც ვტვირთავდი ეხა რა ვიცი და საათები უნდა ხალხო რომ ერთი ვიდეო ავტვირთო არ იჭერს აქ კაი ისა რა მოკლედ ესეთი ამბები ნახოთ აბა რა იქნება და იმედი ადვილად გამოუძვრებით ისე სულ ექიმებიო და მე მერიდება ძალიან მსგავსად რო გეტყვიან ვაიმე სულ ექიმებში დაიხარ მაგრამ ჩემზე ნაკლებად არ არიანი იქ რამდენი გოგო არის რომ აი თვეში ორჯერ სამჯერაც მომსვლიაო მისვლაო ექიმთანო და ჩემი შვილიო იქაური გაზრდილი არისო და რა ვიცი ხალხო მარტო მე კი არ დავდივარ უბრალოდ თქვენ მე რომ მიყურებთ და გიყვებით და გაჩვენებთ იმას ხედავთ თორე ეხა სხვის ამბებს ვერ დავჯდებით და ვერ მოგიყვებით მაგრამ მე იმას გეუბნებით ჩემთან ეხა ვისაც კაი ურთიერთობა აქვს და ვისგანაც მესმის რომ შენ თათია შენი არ გაგიკვირდეს მე ასე და მე ისე და მე იქ მყავს თითქმის გაზრდილი ბავშვი და ასე შემდეგ საავადმყოფოში სანამ 7 წელი არ შეუსრულდა ან 8 წელი მე ზოგმა ფეხბურთზე შევიდაო წარმოიდგინე ოფლიანი წვიმაშიც ფეხბურთს თამაშობდნენო და იმდენად გამოიმუშავაო იმუნიტეტიო და ასე შემდეგ ну რაც ასაკი ემატებათ უფრო ადვილად გადაიტანენო და მაგიტომ მეუბნებიან და ეხა ვერ დარდგები და ვერ ვილაპარაკებ სხვებზე რომ აი მარტო მე ესე არა ვარ და ასე შემდეგ მოკლედ ესეა და რა გავაკეთო არავის არ უხარია მე არ მიხარია ეხლა რამდენი დღე აქვს გოდე ესე იყო ეს სამშაბათიდან მოყოლებული რომ სიცხე აქვს დამწევს ვაძლევდი 3 დღის მერე ანტიბიოტიკი დაუწყე მიეცეთ ჩემ დედამცემა რომ ვიყავი მისაჭედი ისპანიო გვენაის როდის ვიყავით ჩვენ ჯგალში შაბათს ხო ჩემ დედამცემა მიმაცემა არა შაბათს პარასკევს მორიგე იყო შაბათიდან ვაძლევდი შაბათი კვირა შაბათი უკან შევიდეთ გამართა ჩემს სკლეროზა 4 დღე მივეცი ვიყავი რა კიდე გამოდი შენ და ეს მოდი ლიკა და დავასრულებ მე და მორჩი აი დავასრულე და მე წყალ უნდა ყველაფერი ახლა ის რეცხას თუ მორჩა მე ისიც უნდა იმას კაფინე და ის გაშენება და სამყარო აი რომ მოვა მე ის იმას ველოსიპედებს აბელის გაუტანო და ის მოიტანსო იქ როდის გავუდა? რა ვიცი რომ მოვა დღესო ჩავდებო მაგრამ ვიცი დღეს მოსწრებს ანჯგალში დატოვე მეთქი მაგრამ იქ მოუნდება იყოს და ზევიდან მოყოშაძე და იქ დავგან მაგრამ იქ რომ მოუნდებათ არ უნდა ეხა ჩვენ აქეთ ვერ მოვა ისე მუხრანი რა ვიცი გაშია წამა 23-ში არა არ ვიცი მომავთვალე
23-ში შეიძლება მუხრანი მოვიდეს კაცო, არ ვიცი ლიკა. სანდმე რომ დავდივართ, ეხა მე რომ უყურებ ჩვენ თავს, არსად არ იმაშებიან ეს ბავშვები. ჯგალშიც რო ვიყავით, იქაც გაცივდნენ, აქაც იქედან მოყოლებული ჰაერია, ის ბრალია, რაღაცის ბრალია, და შენ რომ დადიხარ და ეხა სცენარში რო ხარ, ჰაერი არისო, ბინაში არისო, რაღაცა ჰაერი უნდა. ჰაერი ხო არის ეხა. კაი რა, არსად არ დავდივარ, აგერ ვარ და ჩემ სახში მივდივარ, მაგრამ გაცივდებიან აქაც, იქაც. ის იციან. აქ რო არ წასულიყო, ეს რო არ მომხდარიყო, ეს რო არ მომხდარიყო. აქ სუფრა რო იყო, თათია და ეს რო მომბრუნდნენ აქით, გოდერძი ავღანეთში რომ მიდიოდა, ძალიან კარგად იყო დედაჩემ. იტყვა და თათია გეცოდინებდა 56 ხო, წლის იყო, რაღაცეები ამყავდა სახში და იმისთვის გავატანე ჩავდეთ ნამცხრები რაღაცეები და ამასო ამ საღამოსო მიუტანო. ეგრე გვითხრა, მისაღამოს და ჩემადან უნდა კითხო კაცო ესო რომ მივაო, აწიო გვიანი არ იქნებაო, მაგრამ თქვა, ამასო ამ საღამოს მიუტანო. ის რომ მივიდოდა მაშინის რამდენი ხნის დაძინებული იქნებოდა, მაგრამ იქამდე ვერ მივიდა, ანუ ტრომბით მოკვდა. გზაზე წაიქცა, ტელეფონი ფანარი ჩართული ჰქონდა და ბიძაჩემ ანახა მე. ვერაფერმა ვერ მოუსწრო. მე სასწრაფო გამოვიძახეთო რაღაცა, მაგრამ იმ თავს უთქვია, ამას არაფერი არ შეძარია ტრომბით. და მორჩა. ისე კოლეგაზე იყო. კი, პირველად უცებ ცოტა თორემ მე არაფერი თქვი, არ წასულიყო, ეს არ მომხდარიყო, მე დავარჩენილიყო. ის არის, ჩამედო მეთქი თავი ვიწყევლე, რაზე ჩავდე, რაზე გავატანე მეთქი, იქნებ არ წასულიყო და სახში მაინც ვიმენახავდა მეთქი, მაგრამ ეს იყო იმის რეალურად აგერ. არა. მაია იყო ძალიანაი როგორ გითხრა, მხიარული, აი ყველანაირად ხასიათს რო გაგისწორებ და ეგრე მე არ გავხარო დედაში, საერთოდ არ გავხარო შენ დედაში. მაგრამ აი მაგიტო ბევრჯერ მithქია თქვენთვის ვიდეოში, მithქია მე რამოდენიმეჯერ რომ აი ადამიანს რო ვერ გამოიტირებ და რო ვერ ივიწყებ და რო ვერ ეგვევი მის სიკვდილს, აი ესეთი იყო ჩემთვის. აი კი რძლის დედაო და როდის გაცნობილი კი დიდი ხანი არ ვიცი, სადღაც რამდენი წლის მერე იყო კაცო? 18-ში მოკვდა და 13-ში გავთხოვდი მე. 2013-ში. 5 წელი, მაგრამ მაინც აი იმდენად მიყვარდა. გაცნობიდანვე მე ვიცი ადამიანს რომ შევხედავ, უცებ ვიცი მე შეყვარება ადამიანის და ისიც ესე იყო ჩემი მართ. ძალიან ყურადღებიანი, თბილი, მომყრობას კი, აი ის არ დამოვიცობა იქ რომ მივედით. ეს ბადივი და ამბავში იყო. ხო და მოკლედ ძალიან მაგარი ხალია. ბაჟი რო გასაცდა ის გასო. და გავეზობენ ფრაირა. და დავთვერი ხალხო. აი მე რამდენი დავლი, ვისთან იყო რომ დავლი, მაია არ იყო თვრალი, მე ვსვამდი. არ ვარ მახსოვს. შოდოსთან დაიმატ. კაც იყო, მოკლედ ალიკა. ჯაბა არ მახსოვს. შეაგერა იმას და მე გაგიზმო. და როგორ ვიყავე. იქ აბა გოგოები არ იყვნენ შენთან. ვინ იყვნენ? არა, მარტო მე ვიყავი გოგო. არის ჩემ და ჯოკერი თუ რაღაცა ვითამაშეთ მე მეორე დილით ის რომ მომიტანა. ის გათხოვდა და მე არ მოვიდა. გიყიდი დედიკო, ეგ ნახე. მეც შენ ჩემს ბავშვებსო ჩემ სახელზეო რაღაცები უყიდეო და საყანწრო კი არა, ტანსაცმელს გიყიდი დაღისთვის ბიჭო. ყოველთვის გოდეს იმით მონაცვლელებით უნდა იარო? გიყიდი დედიკო, კაი? პატარა თაქის გიყიდი მაშინ დიდი არა და იმიტომ რომ ეხლა რა დაგჭირდება ისი ჯალვი ჭიჭო. გოგო, გოდერძის რო გიყიდება მაშინ ნაიზარი. რა თუნდა ხალხო, ანტი საკრაშონის მეტი რა. აი კვიატებ და მე არ თამაშო. ანა დაუმესიჯე ბაბა. რაგო? სათამაშოს იქით რო ვერ ხედავენ. მამაშემა რო გიყიდა იმას რა იყო გოგო რო ერქვა? 20 ლარი რომ მივეციო. პარტი თუ რა? ყლაცი. არა გოგო, ყლაცი. თითები ამჩნევი ასე რაღაცა. ყლაცი. თათის ქვიში. თათის ქვიში. ეს რაღაცა მინდა და არ ვიყავი სახში და წასულა ეს გოდერძის ხატვაზე მიდიოდი. სადღაც მოვარი შემინახე და გოგო რა გინდაო ესო უთხარიო და რა გისო და 20 ლარი. მე უთხარი 20 ლარი ამას მიეცისენ ჭკუაზე ახან. აბა ამ ხელა კაცი ვიდექი და არა ეხა დავუწყებდი იქ ბავს ყვირეს. არა გოდესნალებია დედა სხვა ჭიქ. და ტემოში კიდო ისე ხან ნახე 5 ლარი.
ეხა იაფიანებს ამათ ვყიდულობთ ჩვენ, მაგრამ თლანესე ძვირიანებს ვერ გამოვეკიდები. და თან ერთხელ უნდათ და всё. უი მოგიგდეს დედა. ყოველთვის გონია რომ წყალს მიქო. ეხა ნახე ხო იცი რომ შენთვის ბევრი არ შეიძლება. ერთი ყლუპი ა. всё. დედა გეგა. ანა ქვიშას ურდუო? ქვიშას რაგენდუო? რაგენდა გიბომ ხელ. ხენ ჩხილებში გარ. წადი ჩოთკი ხო დაგიდე მე შენი ჩემი ვარდისფერი. მიდი გაიჩოთქე ხლა. ჩხილებშია. წარმოიდგინე ხო გითხარით ხამეც, ფეხები გინდა, ხელი გინდა, უნდა ჩოთქო. სხვანაირად არ გამოვა. მუზგაროს? გაი მე მოვალ, მე აბანოში მქონდა ის შენახული და შენ ვერ მიცდები. აი ეს არის. ეს არაფერ არ მისცე მამი და ყველა სიბინძურეს მიკრას. მამი და უყურე როგორი ბუა არ მისცე. მე კატა. მომეცი ბუა ეს დაკერინა ვაოთა ლიკა. კონჩი ათე პლასტიკატებში წინდა ჭუჭყის იფეს შეღანს ვაოთა თიშო დიჩვი. გამერე ფანჯრებს შედოთინებში ვენგათენ თეპერადგი შედაჩქიგუსა შეღანს. მე მგონი ისა წავედი ახაც ფასი და გემშვიდობებით და ბედნიერს პოზიტიურს და ნაყოფიერ დღესთვისივე ყველას არა უშავს ყველაფერი გაივლის გული არ გავიტეხოთ თქვენ კი გეუბნებით რა ჩემ გულში ჩაგახედათ რა ამბებიც არის და ტრიალებს არა არა უშავს დეიმშვიდოთ თავი ვიფიქროთ ყოველთვის ამას ვცდილობ ამის ნასწავლიდანაც რომ ცუდზე არ იფიქრო აი კარგზე იფიქრე რომ ეს ასე მოხდება ეს ასე და აუცილებლად მოხდება და ვცდილობ როგორი ეს ჩემი ტვინი კარგისკენ გადავხო ხოლმე კაი ვიცემი ხამასაც წამებს ორი ცოტა წავედი აბა დროებით ლიგა დაიმშვიდობები კი კარგად აბა ხა დროები დაგემშვიდობებით